საღამომშვიდობის. ჯერ გადაცემას არ ვიწყებ. ჯერ სენსაცია, რომელიც ზუსტად 1 საათის წინ თელმა საქართველომ და არა მარტო საქართველომ შეიტყო. განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სრულ საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოგახსენებთ. ეს რა თქმა უნდა სენსაციური მნიშვნელობის განცხადებაა და მოვლენაა თავისთავად, რომლის შესახებაც ახლა რა თქმა უნდა ყველა თქვენგანი დაიწყებს ფიქრს, რა მოხდა, რასთან გვაქვს საქმე. ვინ ვის უღალატა, ვინ ვისში ელოდებოდა და ეძებდა ერთგულებას. ვინ მიიღო თუ არ მიიღო სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე რა თქმა უნდა მარჩიელობას არ შეუდგები, იმიტომ რომ არაფერი ამის შესახებ არ ვიცი, ბუნებრივია, მეც თქვენთან ერთად შევიტყვე ის, რაც როგორც წეგავთქვი, თელმა საქართველომ და არა მარტო საქართველომ შეიტყო. მაგრამ შემიძლია ერთი რამ თქვა სრული პასუხისმგებლობით და კატეგორიულობით. დავანებოთ თავი კორუფციას, დავანებოთ თავი სახელმწიფო გადატრიალებას, ღალატს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოასწავებს უდიდეს გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ახლო მომავალში. როდესაც გეოპოლიტიკური ცვლილება მოდის, აი ეს ყველაფერი, ასეთი და მსგავსი ამბები არის თანმხლები მოვლენა. გეოპოლიტიკური ცვლილებები მოდის. აი ეს არის დასკვნა, რომელიც ჯერჯერობით შემიძლია გითხრათ, ჩემი სახელით, დანარჩენზე რა თქმა უნდა თქვენც შეგიძლიათ იფიქროთ და ბევრი რამ საინტერესო ახლაც აღმოჩნდება და ახლო მომავალშიც აღმოჩნდება. ახლა კი თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება, რომელსაც სახელად ასე დავარქვი. ღობე ყორე. ასე დავარქვი და შესაბამისი ეპიგრაფიც წარუმძღვარი. ხო, ეს ერთი ეპიგრაფი ღობესთან დაკავშირებული და კიდევ ერთი ეპიგრაფი, რომელიც ამ გადაცემას მინდა წარუმძღვარო. Раньше миром управляли умные. Это было жестоко. Умные заставляли тупых учиться. Тупым было тяжело. Теперь миром управляют тупые. Это честно, потому что тупых гораздо больше. Теперь умные учатся говорить так, чтобы тупым было понятно. Если тупой что-то не понял, это проблема умного. Раньше страдали тупые, теперь страдают умные. Страданий стало меньше, потому что умных становится все меньше и меньше. ეს შესანიშნავი სატირიკოსი ჟვანეცკი გახლავთ, მიხეილ ჟვანეცკი, რომელსაც ჩემი თაობის და უფრო ახალგაზრდების, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცნობენ. დღეს სულელთა ეპოქაა და დღეს გიჟების ეპოქაა, ჩვენ და სამწუხაროდ. რას მოუტანს ეს კაცობრიობას, იქნებ ეს არის დასაფიქრებელი და იქნებ ეს არის სწორედ უმთავრესი საზრუნავი ამ ეპოქისა სრულიად კაცობრიობისათვის. თქვენ იცით, რომ ამ გადაცემაში მე მაქვს ერთი რუბრიკა, რომელსაც ფსიქიატრიის რენტგენი ქვია და სადაც მოდით პირდაპირ სახელი დავარქვათ, გიჟებს წარმოგიდგენთ ხოლმე ჩვენი ეპოქის გიჟებს, რომლებმაც რაღაცით გაიბრწყინეს და თავი გამოიჩინეს.
დღევანდელ გადაცემაზე როცა ვფიქრობდი, მივედი ერთ დასკვნამდე, რომ ყველაფერი ის, რაც საქართველოს ნაწილში გითხრათ. სწორედ რომ ამ რუბრიკის სიუჟეტებია. სწორედ რომ გიჟებზია ლაპარაკი და გიჟებს ვერაფრით ვერ ავსდებით და ვერ დავაღწევთ თავს. ამიტომ მოდით თავიდანვე დავიწყოთ ამითი. ფსიქიატრიის რენტგენი. წერან თქვენ ნახეთ ეპიგრაფი, რომელიც ღობეს შეეხებოდა და ღობის გადალახვას შეეხებოდა. რა თქმა უნდა მივხვდით რატომაც არის ამაზე ლაპარაკი, რატომ გამოვიტანე წინა პლანზე ეს მასალა, ეს ალეგორია, იმიტომ რომ ამ ღობესთან არის დაკავშირებული მთელი 4 ოქტომბრის შემდეგი პერიოდი. ყველა ვისაც არ ეზარება ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ღობე მოარყია, ხელისუფლებამ ღობე მოასუსტა და ამითი ჩაიდინა ძალიან დიდი დანაშაული, ჩაიდინა პროვოკაცია, რომლითაც ვიღაცას უბიძგა სახელმწიფო გადატრიალებისკენ. არის აბსოლუტური აბსურდი, მაგრამ რატომღაც ეს აბსურდი ჩაიხვიეს და დიდი თუ პატარა ყველა ამაზე ლაპარაკობს. აშკარად დღესავით ნათელი იყო, რომ ეს ღობეები ათვანელზე წინსწრებად იყო მოყანყალებული. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომელიც საზოგადოებაში მუსირებს, რომ ფაქტია რაღაცა სუსის ჩარევას და ინფილტრაციას ქონდა ადგილი. ყველა პერსონაჟი რომ წარმოვადგინო, ვინც ასე საუბრობს და ასე ფიქრობს და ასე მსჯელობს, მთელი გადაცემა ამას არ ეყოფა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყველა ამაზე ლაპარაკობს, რაც არის აბსოლუტური სისულელე. მაგრამ არავინ არ თაკილობს ამ სისულელეს, იმიტომ რომ როგორც წეგან თქვი, სულელების და გიჟების ეპოქა მოვიდა და ამ ეპოქაში ვცხოვრობთ. 4 ოქტომბერი დაახლოებით რამდენი იქნებოდა საზოგადოება, რომელიც იმ დღეს აი ამ სახელმწიფო გადატრიალების მომხრეთა გუნდის სახით იყო შეკრებილი რუსთაველს. იქ თუ იყო 200,000 კაცი, 400,000 ალბათ სახლებში იყვნენ კიდე. ორი იმდენი ნამდვილად. ეს იყო სხვა რაოდენობა ხალხისა და მართლა კი გამოგლეჯავდით ალბათ თბილისს. უბრალოდ ბოიკოტის რეჟიმში ვიყავ. ეს ქალბატონის შეცდა მექანიკური შეცდომა დაუშვა. 1000 ლაპარაკობს იქ, სადაც უნდა ეთქვა მილიონი. იმ დღეს რუსთაველზე ამათი წარმოდგენით იდგა 200 მილიონი ქართველი. ხოლო 400 მილიონი ქართველი იყო ამათი მხარდამჭერი, რომელიც არ გამოსულა ქუჩაში, მაგრამ შინაგანად მთელი მათი განწყობით, მსოფლმხედველობით იყო ამათ მხარეს. აი ასეთი არის მსჯელობა ამ მოვლენასთან, ამ ფაქტთან დაკავშირებით. აი ამის შემდეგ, როდესაც ადამიანებმა იქ დაითვალეს 200,000 ადამიანი. აი ამის შემდეგ სხვა რა შეიძლება მათ დაუჯეროთ? რომელი მათი ნათქვამი შეიძლება იყოს სიმართლე? სხვათა შორის მათ არა მარტო ჩვეულებრივი და უბრალო მოკვდავები, ასე ვთქვათ, არამედ სპეციალისტები, იურისტებიც აყვნენ. რატომ დაუგო ქართულმა ოცნებამ მახე ხალხს? იურისტები განმარტავენ, რომ დანაშაულის პროვოცირებაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. არ შეიძლება სახელმწიფო მოქალაქეებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდეს და შემდეგ სჯიდეს. სისხლის სამართლის თვალსაზრისით დანაშაულის პროვოკაცია დასჯად იქმედებაა თვითონ, ვინც პროვოკაციას უწევს. იგივე ვინც ამ პროვოკაციას ახორციელებს, ის არის დასჯადი და არა ვინც დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის. აი ამ სისულელეს, აი ამ აბსურდს ვინც იტყვის, იმას რომ იურისტს დაარქმევდა, ეს იურისტი კაცმა არ იცის ვინ არის და საიდან გამოიჩეკა და ტელეეკრანზე გამოაჩენ. ასეთ შემთხვევაში ხომ ადვილია იმის მიხვედრა თუ რამდენად ემსახურება სიმართლეს ეს ტელეარხები, ეს პერსონაჟები, ეს პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები თუ სხვები და სხვები, ვინც აი ამას გვიმტკიცებენ, რაც ახლა მოვისმინეთ. სამწუხაროდ ამგვარი ხალხით მოიფინა, ამგვარი ადამიანებით მოიფინა საქართველოს და არა მარტო საქართველო, არამედ საზღვარგარეთ წასულებიც, სწორედ ბევრია ისეთი, რომელიც ამათ ენაზე საუბრობენ.
ბიზნეს დაემხობა არავითარი წადი ესენი არ სადავსავდნენ ესენი უნდა დავამხოთ სხვა განსხვავება არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დამხობა და დაემხობა ბიზნეს გაუმარჯოს რევოლუციას გაუმარჯოს რევოლუციურ საქართველოს დღეს ახლა ამ წუთს ჩვენ დრო არ აგვაქვს რომ მოვითმინოთ ჩვენ დრო არ აგვაქვს რომ ჩვენი მოქმედებები ჩვენი მიზნები ამოსანები გრძელ ვადაში და გრძელ პერსპექტივაში გავთვალოთ აცხადებენ ისინი და ამიტომ იყო გამოსხადებული რომ 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ დიახ სწორედ იმიტომ რომ გრძელი პერსპექტივისთვის მათ არც გათვლა ყოფნით, არც ვარაუდი ყოფნით, არც მომზადება ყოფნით, არც სინდისი ყოფნით და არც ნამუსი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი დრო, არანაირი გრძელვადიან პროცესებზე და არანაირი გრძელვადიან აქციებზე და გრძელვადიან რეჟიმზე გადასვლა. ჩვენ მაგის არც ფუფუნება არ გვაქვს, არც საშუალება არ გვაქვს. ჩვენ რაც უფრო მალე ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, მით უკეთესობა უნდა ავიღოთ ყველამ საკუთარ თავზე და გავყვეთ პროცესებს, რაც ცოტა დაგვრჩა და სულ ბოლომდე მოგვიჭერენ და სანამ ეს მოხდა, მანამდე უნდა დავასწროთ. აი ამ საქმეში ამ დიად მიზნებში ჩართულია არა მარტო ქართველები, არამედ სხვა წარმოშობის ქართველებიც. სხვები რომ იყვნენ და მერე რომ გაქართველდნენ. გეუბნებით, მე ვარ ნანა სანდა, ჩემმა გერმანულმა გვარმა არ მოგატყუოთ, ქართველი ვარ ყველაფრით, აი ყველაფრით ეთნიკურადაც ისეთ ყველაფრით ქართველი ვარ, უბრალოდ გერმანული გვარი მაქვს. 20 წელი დავიბადე და გავიზარდე და 20 წელი ვიცხოვრე თბილისში, არაფერი არ არის ჩემთვის უცხო, არაფერი არ არის. ჩამოვალ, იცოდეს, თქვენ თუ არ გააჩერეთ თქვენს წვრილფეხა ბოზობას, თქვენს ტიტუშკერს და თქვენს რა ვიცი დანარჩენებს, ჩამოვალ, იცოდე და მე თქვენ გაგაჩერებთ. მაგ ტიტუშკერს გაგილეწავთ, გაგიმტვრევთ, ისე და მარტო თქვენ არ მოგმართავთ, აი იმ ტიტუშკების ახლობლებს და ოჯახის წევრებს დედებს გეტყვით, გაგილეწავთ შვილებს, ვერ აწყობ. ამათ მარტო მე კი არ ვეძახი გიჟებს. თვითონაც იციან, შესანიშნავად იციან, რომ გიჟები არიან და ისიც იციან, რომ გიჟებად არიან მონათლული მთელ საქართველოში. ამ კუთხით აშავებენ და საერთოდ იძახიან, რომ ეს არის გიჟების აქცია, ეს არის შეშლილების აქცია, ამათ ის რაღაცა ის უნდა ჩააცვა, გადასაკოჭი, ეს იქ უნდა გამოკეტო საგიჟეთში, აი ამ ტერმინებს იყენებენ და ჩვენ რატომ უნდა ჩაგაცვათ? რა, თქვენ თვითონ ვერ ჩაიცვამთ? აკი ჩაიცვით კიდეც. ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ. ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ. ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ და გიჟებს გიჟობა არ ავიწყდებათ. გიჟებს ყოველთვის შეუძლიათ მოიქცნენ გიჟურად, უფრო სწორად გიჟებს არასოდეს არ შეუძლიათ მოიქცნენ არაგიჟურად, ანუ ჭკვიანურად და ნორმალურად. მაგალითად, აი ამ პერსონაჟს. ჩვენ გადავწყვეტეთ სტამბულიდან სპეციალურად ჩამოგვეყვანა მჩხიბავი, რომელიც არის ტოპ 27 მჩხიბავში შესული, მსოფლიოს მასშტაბით. ამ მჩხიბავმა ჩაატარა რიტუალი, გავუკეთეთ ჯადო შსს და კონკრეტულად იმ პირებს, ვინც დააკავეს ჩვენი პოლიტიკოსები და იმ შემთხვევაში მოვხსით მხოლოდ და მხოლოდ ჯადოს, თუ დღესვე გამოუშვებენ ყველა. შეიძლება ამას ჭკუა მოვკითხოთ? შეიძლება ამას საქართველოს მომავალზე ველაპარაკოთ, ქვეყნის მომავალზე, მომავალი თაობის ბედიღბაზე ველაპარაკოთ? ალბათ არ შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი ეპოქა დადგა, რომ ესენი არიან წინა პლანზე, ესენი ტივტივებენ, ამათ აქვთ ტელეეკრანები, ამათ აქვთ ტრიბუნა და ამათი ხმა ისმის ყველგან, გინდა თუ არ გინდა, ვერ აცდები ამათ. იმდენად მომრავლდნენ და იმდენად გაუხსნეს გზა, რომ ამათ ვერ აცდები. აი მაგალითად მსჯელობა, ცოტა უფრო სერიოზული იერით, მაგრამ შინაარსით, რა თქმა უნდა, იმ მსგავსი, ვისაც ახლა უსმენდით. ვიღაცებს კი გაჯერებდნენ, რომ საქართველოს დაიწყო ომიო. და რაღაც დონემდე ამას რაღაცა გამართლებას პოულობდნენ, რომ აი იქნებ პასუხი არ გაგვეცა და რაღაცა. 2014 წელს პასუხი აეგ რასაც ქოცები იძახდნენ. ეგრე მოიქცა უკრაინა. პასუხი არ გაცა. იცი რა მოხდა? ყირიმი გადა
ზერუსებმა ტყვის გაუსროლელად ჭკვიანი მწვანე კაცუნები, ჭკვიანი კი არა, მწვანე კაცუნებით და გადაიფორმეს, ანექსია გაუკეთეს. ჩვენ ვიომეთ და ის ორი რეგიონი ჩვენი, რომელიც ოკუპირებული არის რა, კი ოკუპირებულია, მაგრამ ანექსირებული მაინც არ არის. იმიტომ რომ იციან იმ დედამოწყვილებმა, რომ ამერიკელები მაგაზე ცალკე ვიწყი. დედის შეხა აქამდე იცოდნენ. ეხა მეორე ნაბიჯი რა გააკეთა. ეს რომ შერ ჩახახვივით ეს ყირიმი, დონბასი და ლუგანსკი გაეხსნა რა ჯიგარს მადათან 2006 წელს მიუნხენში ნათქვამი ქონდა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა მინდაო. და დაარტყა უკრაინას. უკრაინის გვერდზე იქვე ზუსტად არის ეს პატარა სათითის ხელა არის ესტონეთის, ლატვიას და ლიტვას ჩვენაირი. უბრალოდ ერთი რაზგონი რო აიღოთ აი იმ ტანკებს პირველი შეტევის დროსაც უკრაინაში მიდიოდა სამივე ეყოლებოდა მოყუჩებული უკვე. რატო ვერ მოაყუჩა თქვენი აზრით? იმიტომ რომ ნატოს და ევროკავშირის ქოლ გაიცავს მაგ ქვეყნებს. და დღეს უკრაინა იბრძვის და ღმერთი რო გაწყრომოდა უბრალოდ და ისე რომ მომხდარიყო, რომ უკრაინა ჩაჩოქილიყო და კიევი აიღოთ ამ დედა გადავლილი ვიყავით ჩვენს და გადავლილი იყო მოლდოვა. ახლა გადარჩენილი გონია თავის თავი. ისე ნახეთ როგორი პოლიტოლოგიის როგორი მასტერკლასი ჩაგვიტარა. იცის და ვერაფერს ვერ უზა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ცოდნა არ არის. ეს ავამტყოფობაა, ეს შიზოფრენია, ეს აკვიატებაა, აჩემებაა. ვიღაცამ ეს უკრაინა გვიქცია ბედისწერად. უკრაინის საკითხი, რომელიც ჩვენ არ გვეხება, უკრაინის საკითხი, რომელიც აცდენილია ჩვენს რეალობას, ჩვენ დასაბედნიეროდ. აი ეს საკითხი რატომღაც უნდათ რომ თავს მოგვახვიონ, იმიტომ რომ სადღაც ვიღაცას და მე ვაზუსტებ ხოლმე ამ მისამართებს, რომელსაც ვამბობ ხოლმე, დასავლეთს, კოლექტიურ დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას და ევროკავშირს აქვს ჩაფიქრებული საქართველოს უკრაინიზაცია. ჯერ არ აუღიათ ხელი ამ ბინძური ჩანაფიქრისგან. აი ეს უკრაინა რატომღაც როგორც გითხარით, უნდათ რომ ბედისწერად გვიქციონ. აი ისევ იგივე თემა ერთი ცნობილი პერსონაჟისგან, რომელიც თქვენ უკვე ნახეთ ამ რუბრიკაში. ოთხშაბათს ნატოს შტაბ-ბინაში იმართება ნატოს ხდომა, სადაც იქნებიან ნატო ევროპის ქვეყნის და ნატოს ქვეყნის წარმომადგენლების მაღალი ჩინის სამხედროები და უკრაინელები მართავენ აქციას. მე ვთვლი, რომ უკრაინის გამარჯვება კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ესაა საქართველოს გამარჯვება და აუცილებელია სოლიდარობის გამოცხადება და აუცილებელია ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ქართული დროშა იფრიალებს და რაც უფრო მეტი ქართველი ვიქნებით, ეს წაადგება საქართველოს ჩემი აზრით და ამიტომ მოგიწოდებთ ყველას. აკი გითხარით, უნდათ რომ უკრაინა გვიქციონ ბედისწერად. ეს ვიღაცის სულერილი რუპორია და მეტი არაფერია, თვითონ არ იცის რას როშავს, მაგრამ ვიღაცას სადღაც დაგეგმილი აქვს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს და ამიტომ უკრაინა, რა თქმა უნდა, ბედისწერად უნდა გვექცეს. ამაში ჩართული არის ყველა და ყველაფერი, დიდი და პატარა. თქვენ წარმოიდგინეთ ერი და ბერი, თვით სასულიერო პირებიც კი. ხა ამ აქციას თუ ისე შევაფასებთ და ანალიზს გაუკეთებთ, აი პრემიერმა თქვა, რომ უცხოური ძალების ჩარევით მოხდაო. იმას ვეთანხმები ამაში, მართლა უცხოური ძალების ჩარევით მოხდა, მაგრამ ის ამ უცხოურ ძალებში გულისხმობს დასავლურ ქვეყნებს და მე გულისხმობ რუსეთს. აი ეს უწყინარი კაცი თითქოს მღვდელმსახური. ეხლა ლაპარაკობს ისეთ რამეს, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ესე იგი, ამ უცხოურ ძალებშიო მეო დასავლეთს კი არ მოვიაზრებო, რუსეთს მოვიაზრებო. რომელ ძალებზეა საუბარი, იცით, სახელმწიფო გადატრიალებას, ვინც ამზადებდა საქართველოში. ესე იგი, მთელი ევროპა არის დაპირისპირებული ჩვენთან, ამერიკაში მთელი კონგრესი არის, მთელი თუ არა ყოველ შემთხვევაში დიდი ძალა არის დაპირისპირებული ჩვენთან. გვერბძვიან ყველანაირად, გვერბძვიან იმითი რომ არ უნდათ ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი სუვერენიტეტის დამცავი კანონების მიღება და თუ ვიღებთ ამის გამო ამის ჯვარს გვაცვან. დასავლეთი ამ საქმეში დამალული არ არის. ადრე
მალულად და ფარულად იცოდნენ ხოლმე საქმის კეთება. ახლა ღიად გვებრძვიან. აბსოლუტურად ღიად გვებრძვის მთელი კოლექტიური დასავლეთი. და მიუხედავად ამისა, ეს კაცი, აი თუნდაც ამ უკანასკნელ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ხედავს არა დასავლეთის კვალს, არამედ რუსეთის კვალს. ეს მხოლოდ აბსურდი არ არის. ეს უკვე ის ფსიქიატრია, რომელიც სამწუხაროდ მკურნალობას არ ექვემდებარება. ეს აკვიატებაა. ეს არის რაღაცის გამო სასურველის რეალობად გამოცხადება. და ძალიან მძიმე ფორმებს იღებს ეს ყველაფერი თანდათანობით და ითრევს საზოგადოების უფრო დიდ ნაწილებს. აი კიდევ ერთი პერსონაჟი ჩვენი რუბრიკისა. რომელი ქართული ტრადიცია არ მოგწონთ? ძალიან ბევრი ქართული ტრადიციული ოჯახი რო არ უნდა დაისიწმინდე, აი რაღაცებს რომ უნდა შეეწირო, იმიტომ რომ ქართული ტრადიცია რაღაცა გთხოვს ამას, აი ეგეთი რაღაცები არ მომწონს. აი მაგალითად რას უნდა შეეწირო ქართული ტრადიციის გამო? მაგალითად ქართული ტრადიციული ოჯახი, დედამთილები, მამამთილები, ასე შემდეგ ოჯახის წევრების რაღაცა ანგარიშგაწევები იმის გამო რომ ოჯახი არ უნდა დაინგრეს, რადგან ქართული რაღაცა ტრადიცია ეწირება ბევრი ქალი მაგალითად. ახლა შესაძლებელია მითხრათ, აი ეს არსება რას ფიქრობს ან რას ლაპარაკობს, ამას რამე მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისთვისო? ჯერ ერთი მარტოს რომ იყოს თვითონ მარტო რომ მოსწლოდა თავში ის აბსურდი, რაც ახლა იტიტყინა ჩვენს წინ. მაინც პრობლემა იქნებოდა საზოგადოებისათვის. იმიტომ რომ არაფრისგან არაფერი არ წარმოიშვება. სადღაც რაღაცა თესლია ჩავარდნილი, რომელიც აღმოცენდა აი ამ აბსურდის, აი ამ აბსოლუტურად სულელური აზრის, თუ შეიძლება ამას აზრი დაერქვას, სახით. ეს უკვე პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ყველაფერი არის გამიზნული, გათვლილი და შორს მიმავალი. ეს პრობლემა უნდა დავინახოთ და თუ ამ პრობლემის დანახვა გვიჭირს, აი მე შემიძლია ერთი მაგალითი მოვიყვანო, როგორ მსჯელობდა მაგალითად ერთი ცნობილი პოლიტიკოსი საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარე სულ ახლო წარსულში. ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ ჩემო შვილო, დავტოვე სახში ახლა, რომ შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ შვილო თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაწვდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი. გესმით რა სიბინძურეა მაშინ ნათქვამი? აი ზუსტად ის, რასაც ის ქალბატონი ლაპარაკობდა წეღან. ოღონდ ის ლაპარაკობდა ინდაურის ენაზე, ეს ლაპარაკობს უფრო პოლიტიკოსის ენაზე და უფრო ჩამოყალიბებულად, მაგრამ ლაპარაკობს აბსურდს. ესე იგი, შვილებსო, მე ასე ვზრდიო, რომ თქვენ ყველაფერი უნდა მიიღოთ სახელმწიფოსგან. თქვენი ბედნიერება, თქვენი მომავალი, მაგრამ თქვენ სახელმწიფოსთვის არაფერი არ უნდა გასცეთ. თქვენ სახელმწიფო არ უნდა დაიცვათ. თქვენ ერი, ხალხი არ უნდა დაიცვათ. ეს ინტერესები თქვენთვის უცხო უნდა იყოს. თქვენ უნდა გაინტერესებდეთ საკუთარი თავი. ასე ვზრდიის შვილებსო გვეუბნება პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელიც დასავლეთიდან არის იმპორტირებული, რომელიც დასავლურ პოლიტიკას მოჰყვა და დასავლური პოლიტიკის პროდუქტი გახლავთ, აი ასეთი პოლიტიკოსები. ნახეთ ახლა ის ნათქვამი და ეს ნათქვამი როგორ ეხმიანება ერთმანეთს და აქედან უმარტივესია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს წახალისებულია, ეს საიდანღაც არის მოსული. არა მარტო წახალისებული, დაფინანსებულია, ამაში ფულია გადახდილი. გადაყრილია უზარმაზარი ფული ამაში, რომ ეს დამოკიდებულებები გაჩნდეს. ოჯახის მიმართ, წარსულის მიმართ, ისტორიის მიმართ, ტრადიციების მიმართ, ადათ-წესების მიმართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ქართველმა ერმა იდენტობა უნდა დაკარგოს, ქართველმა ერმა უნდა დაკარგოს სახეც და შინაარსიც. ქართველი ერი უნდა იქცეს იმად, რაც არც ყოფილა და არც სურს რომ იყოს, მაგრამ თავს ახვევენ აი ასეთ მოსაზრებებს, ასეთ მოვლენებს, ასეთ დამოკიდებულებებს, ასეთ ურთიერთობებს და ვიღებთ
გადაგვარებულ ქართველთა სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილს ჩვენ და სამწუხაროდ. ახლა ისევ 4 ოქტომბრის ამბავი. პოზიცია ცნობრივი აქცია, ძალადობრივი იყო თუ არა, აბაზე რა შეგიძლია? რა თქმა უნდა არ იყო ძალადობრივი, სად დაინახეთ რამე ძალადობრივი? პრეზიდენტის სასახლესთან ვერ დაინახეთ? არა, ვერ დავინახე, ვერ. სამართალდამცველები როგორ დაშავდნენ არა ძალადობრივ აქციაზე, ესეც რომ არა, ვერ დავინახე. ვერ დაინახეთ? ვერ დავინახე. ვერ დავინახე. არა, ვერ დავინახე, ვერ დავინახე, ნამდვილად ძალადობა ვერ სად. შენი ბრუციანი დედა. აი ეს მინაწერი ძალიან სწორად არის გაკეთებული, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ეს მგონი ახალაიას მეუღლე ახავს, როდესაც ადამიანი ასეთი თავხედობით, ასეთი სიჯიუდით და ამდენჯერ გამეორებით და ტკეპნით ერთი და იგივე აზრის ამტკიცებს, რომ იქ ძალადობა ვერ დავინახე. 4 ოქტომბერს ძალადობა ვერ დაინახა ამ ქალმა და მოკალით ვერ დაინახა. მერე მიდის ეს აზრი. მერე ტრიალებს ესა, იზილება ეს აზრი და სადღაც ყალიბდება საბოლოო აზრად, რომ იქ ძალადობა არ ყოფილა, ეს მშვიდობიანი აქცია იყო, ეს მშვიდობიანი დამხობა იყო. არ ვიცი ამას რა ქვია, ალბათ რაღაც ამდაგვარი, რასაც ახლა მოვისმენთ. ესე იგი რა გამოდის, რომ ესე ყალე ვარ მე, ჩემნაირები ყალეები არიან, ჰა? არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ერთი პერსონაჟი, წარსულის პერსონაჟი და წარსულის გადმონაშთი, ამას მხოლოდ ასაკის გამო არ ვამბობ. ასაკთან დაკავშირებით მე არა მაქვს რამე გართულება, იმიტომ კი არა, რომ მე ასაკოვანი კაცი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ასაკი ნაკლად არ მიმაშინია. ასაკი ალბათ უფრო იმას ნიშნავს, რომ რაღაცა მეტი გამოცდილება აქვს ადამიანს, რაღაცა მეტი აქვს ნაკეთები ამ ქვეყანაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე ახლა ასაკზე არ ვლაპარაკობ, თუმცა ვიცი, რომ ამ სიუჟეტის ნახვისას თქვენ უცებ ასაკი გაგახსენდებათ. მე ვლაპარაკობ წარსულის პერსონაჟებზე, იმიტომ რომ წარსულში აქვს მას თუ რამე ქონდა დიდება და სახელი, თუ რამე ქონდა მიღწევა, თუ რამე ქონდა ნაკეთები, ყველაფერი წარსულში აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გასაოცარი რაღაც ენთუზიაზმით ელოდება მომავალს. ისე თქვენ რა გითხარით, მე თქვენ რამე მომავალი არ გქონდეთ და არ გაგეშთეთ ამ ქვეყანაზე. ისევ და ისევ ასაკს არ უსვამ ხაზს. ხედველობაში მაქვს თქვენი მსოფლმხედველობა, თქვენი პოზიცია. მას მომავალი არ აქვს, არც შეიძლება მას მომავალი გქონდეს. იმიტომ რომ თქვენ ხართ აბსურდის გამხმოვანებლები, თქვენ ხართ ფსიქიატრიული პაციენტები, თქვენ ხართ სიგიჟით და შიზოფრენიით შეპყრობილი ადამიანები და დასანანია, როდესაც აი ეს წარსულის ლანდებიც ამაში არიან გარეულები და ილია ჭავჭავაძეს მაინც რას ერჩი, თქვენ ღამერთ გამწყალებო. ეს სიტყვები, როდესაც იწერებოდა, ის გარკვეული კონტექსტის იყო გათვლილი. ამ კონტექსტში ამ სიტყვების გამოყენება, რომელსაც თქვენ ახლა მღეროდით, თქვენი გაგებით, არის დანაშაული, იმიტომ რომ პროფანაცია ხდება ყველაფრის, დევალვაცია ხდება ყველაფრის. თქვენ გინდათ აზრი წაართვათ ქართველი კაცის ბუნებას, მის დამოკიდებულებას წარსულთან და აწმყოსთან და მომავალთან, რომელიც ამ დიდებულ სიტყვებშია გაჟღერებული. თქვენ შინაარს უკარგავთ, უფუჭებთ ყველაფერს შინაარს თქვენი აბსურდული მისწრაფებებით და მიდრეკილებებით და ჩანაფიქრით. რა გამოვიდა ბოლოს და ბოლოს აი ამ 4 ოქტომბრის აქციიდან, ამასაც ოპოზიციის წარმომადგენელი გვეტყვის და მე მგონი საკმაოდ კარგად.
ყველი ჩაუდო ხელისუფლებამ ოპოზიციის დიდ ნაწილს იმაში სათაგურში და ოპოზიციამ მორალურ პედესტალზე მდგომმა ოპოზიციამ აწეული თავით და ცხვირით ესე რომ ვთქვათ პირდაპირ ეცა ამ ყველს რასაც ქვია და სათაგურიც დაიხურა დიახ, სწორედ ასე მოუვიდა ოღონდ არა ოპოზიციას, არამედ დასავლეთის აგენტურას და მეხუთე კოლონას, რომელიც აქ მძვინვარებს, როგორც სახადი, როგორც შავი ჭირი. ანუ ასე მოუვიდა არა ოპოზიციას და არა მარტო მათ აგენტურასა და მეხუთე კოლონას, არამედ თვითონ დასავლეთს მოუვიდა ასე საქართველოში. დასავლეთმა კისერი მოიტეხა, როგორც იტყვიან საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში ჩაიჭრა თავიდან ბოლომდე. საქართველოს დასავლეთმა დაანახა ისეთი სახე, რომ შესაძლებელია კიდევ საუკუნე კი არა, საუკუნეები გავიდეს და დასავლეთისკენ გახედვა არ მოუნდეს ქართველ კაცს. იმდენად ბინძურად იქცევიან ისინი, ვისაც დასავლეთი ქვია და ვინც 35 წლის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებს და სულში აფურთხებს ქართველ ერს და ქართველ ხალხს. აი დასავლეთის ერთი პოზიცია. ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს კანონი სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი ამერიკული კანონიდან, თუმცა ეს კანონი არ ერგება ქართულ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას. გეკუთვნით. მერე მაგრამ არ გეკუთვნით. ის კანონი, რომელიც დასავლეთში მოქმედებს და თურმე საჭიროა, იმიტომ რომ მთელი საუკუნეა თითქმის რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს ეს ეგრეთ წოდებული ყმადაღებული ფარას კანონი, რომელიც ამ ფინანსურ კონტროლს, ასე ვთქვათ, აწესრიგებს. აი ამ კანონმა საქართველოში რა დააშავა. იქო კარგიაო, გვეუბნება ეს დამპალი ორგანიზაცია, რასაც ვენეციის კომისია ქვია. იქო, სადაც არისო კარგიაო, საჭიროაო, მაგრამ ქართულ სინამდვილეს არ მოერგო. ვერ მოერგო. რატომ არ მოერგო და რატომ ვერ მოერგო ქართულ სინამდვილეს? იმიტომ რომ თქვენ ცდილობთ საქართველოში ატრიალოთ ბინძური შავი ფული და აკეთოთ საქართველოს საწინააღმდეგო და საზიანო საქმე. და ეს კანონი გიშლით ხელს. ეს არის მთელი ფილოსოფია ამ ამბისა. და ეს არ გინდათ რომ უпроსორად გაგება კი გინდათ და შეგიძლიათ კიდეც, მაგრამ ეს არ გინდათ რომ აღიაროთ. გინდათ რომ თავისუფლად იპარპაშოთ თქვენი ბინძური თანხებით საქართველოში და ამ ბინძურ ქართველებს თავიანთი ბინძური ხელებით აკეთებინოთ რაც უნდათ და როგორც უნდათ. აი ეს არის თქვენი მიზანი და ამიტომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეთ თავი და წერან რაც თქვი, იგივე უნდა გავიმეორო. საუკუნე და საუკუნეები აღარ მოუნდება ქართველ კაცს დასავლეთისკენ გახედვა. იმდენი სიბინძურე, იმდენი ჭუჭყი, იმდენი უსინდისობა და იმდენი უნამუსობა და უტიფრობა დაგვეჯახა სახეში დასავლეთიდან მომავალი. აი ეს არის რაც არის და ამისი მიჩქმალვა, ამისი მიფუჩეჩება უკვე აღარ გამოვა. აქ ქართულ ხელისუფლებაზე არ არის ლაპარაკი და ქართულ ოცნებაზე, მმართველ პარტიაზე. კი, მათი როლი დიდია, როდესაც დასავლეთიდან შემოსულ ამ სიბინძურეებს წინააღმდნენ, მაგრამ ეს დაემთხვა საერთო ქართულ განწყობილებას, სახალხო განწყობილებას. სახალხო განწყობილებაზე აღმოცენდა მმართველი პარტიის პოზიცია, რომ დასავლეთიდან რაც შემოდის ყველაფერი ბაჯაღლო ოქროდ არ მიიჩნიოს და არ ჩათვალოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მაგალითად, აი ამ ქალის მსგავს არსებას, რომელსაც ახლა თქვენ ნახავთ, ამას როგორ შეიძლება კაცი არ შეხვდეს კრიტიკულად. როგორ შეიძლება ეს ქალი ჩათვალოს წარმომადგენლად დასავლური ღირებულებებისა, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში გვესმოდა როგორც ნანატრი რამე, როგორც ისეთი რამ, რასაც უნდა მიაღწიო, რასაც უნდა ეზიარო დასავლური ღირებულებები. აი სინამდვილეში ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თურმე დასავლური ღირებულებების მატარებლები არიან. მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება. უამრავი ადამიანი იკრიბება.
ეს ქალბატონი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავდა პარალელურად ეუთოს თავმჯდომარე. აი ასეთი სამარცხვინო ქმედება, რაც ამ ქალმა ჩაიდინა, თუმცა პირველი არ არის. ევროპიდან ჩამოსულ ვითომ პოლიტიკოსებს, სინამდვილეში ვიგინდარებს ეს ჩაუდენიათ საქართველოში და გაუკეთებიათ. ქალი, რომელიც ოფიციალურად არის ჩამოსული საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი ქვეყნისა, ახლა უკვე ნატოს წევრი ქვეყნის, ფინეთის. იმის ნაცვლად, რომ საქართველოში ხელისუფლება ნახოს, ხელისუფლებას დაელაპარაკოს, ხელისუფლებისგან მიიღოს ინფორმაცია, რაც მას აინტერესებს და რაც მას სჭირდება. და ამის შემდეგ თუნდა თავი და კისერი იტეხოს, ოპოზიციასთან შეხვდეს, აგენტურასთან შეხვდეს, ვისაც უნდა იმას შეხვდეს, არავინ უშლის ხელს, მაგრამ როდესაც ეს ქალი ჩამობრძანდა და პირველ რიგში იქ გამოცხადდა, სადაც მათი აგენტურაა, ეს როგორ უნდა აღიქვას ქართველმა ხალხმა ან ხელისუფლებამ, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. ამიტომ მე მგონი სწორი იყო ის რეაქცია, რაც საქართველოს მთავრობას ჰქონდა. მთავრობის მეთაურმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრა გააუქმა მიზეზად მისი კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა და ცრუ განცხადებების გაკეთება დასახელდა. აბსოლუტურად სწორია, რატომ უნდა მიიღო ეს ადამიანი, რატომ უნდა შეხვდე მას, თუ კი წინასწარ ჩანს მისი განწყობა, რომ ის სამტროდ არის ჩამოსული, რომ ის არის სახელმწიფო გადატრიალების მხარდასაჭერად ჩამოსული და მათთან ძაფები აქვს გაბმული. რატომ უნდა მოусმინო, რატომ უნდა მიიღო, რაში გაინტერესებს. სხვათა შორის მე როგორც გაირკვა 5000 ლარითაც დაუჯარიმებიათ, როგორც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს და ახია მასზე, თუმცა გადაიხსის თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მან მიიღო საქართველოში ის დახვედრა, რაც დაიმსახურა. და აი ეს თემები საერთოდ და ეს ყველაფერი ეს ღობის თემა და ღობის გადანგრევის და გადმონგრევის და პროვოკაციის და ასე შემდეგ ამ ყველაფერს შეაფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. ჩვენ გამაგრებული ქონდა ყველა შესაბამისი შენობა. ყველა შესაბამისი შენობა. მიეცით ანუ ბატონო ირაკლი. ის საშუალება მივეცით, შევიდა ვინმე პრეზიდენტის სასახლეში. ხობე გადაანგრეს სასახლეში ვერ შევიდნენ, იმიტომ რომ სპეცრასმი დროულად ჩაერია. ამიტომ ჩვენ გამაგრებული ჩვენ ეს ახლა ინგა გრიგოლია სტანდარტით მიიჩნევა და ახლა კიდევ ერთხელ ნუ დახვალთ ვინ იურისტები ახლა ვიცი გვარი მითხარი და გეტყვით რომ არ არის იურისტი. ის ყოფილი პროკურორი მაიამ წარიაშვილი. მაიამ წარიაშვილი რანაირი იურისტია ეს რანაირი იურისტი წარიაშვილი ახლა და ეკა ბესელია გამახსოვნა. ეკა გრიგოლიას და ეკა ბესელიას დონეზე რაღაცა საკითხები ირჩევა და ამის საფუძველზე კითხვებს ვავთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ტელევიზიებში არსებობს კონკრეტულ ტელევიზიებში ინტელექტის პრობლემა, მეტი არაფერი. ამაზე მეტი არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო ამ ყველაფერზე. ასეთ აბსურდში არ შეიძლება ამდენი ხანი იყოთ რა. ინტელექტის პრობლემა არსებობს ძალიან ბევრ ინსტიტუციაში სამწუხაროდ საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც ქვია გიჟების ეპოქა და ბრიყვების ეპოქა. ეს ერთი და იგივე მოვლენაა და ამიტომ ეს პრობლემა ყველგან არსებობს, მაგრამ ეს პრობლემა დასაძლევია. ეს პრობლემა გადასალახავია და ამ მიმართულებითაც მთავრობას და მმართველ პარტიას მოუწევს ძალიან დიდი მუშაობა. მოუწევს კი არა, მოეთხოვებათ ძალიან დიდი მუშაობა, იმიტომ რომ ისე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, როგორც აქამდე ცხოვრობდით. ახლა თვითონ კობახიძესთან დაკავშირებით აი რა განცხადებას აკეთებს ერთ-ერთი ქალბატონი. ეს კობახიძე, რომელსაც ვერ დავიჭერთ, იცოდეთ, იმიტომ რომ როგორც ერთხელ გუბა სანიკიძემ თქვა, წარმოადგენს ცნობას კონკრეტული დაწესებულებიდან და ის გაყალბებული არ იქნება მის შერაცხადობის შესახებ. წარმოგიდგენიათ რას კადრულობენ? ეს ის ქალბატონია, რომელმაც თქვა, რომ აი სისხლი რომ დაღვრილიყო, მსხვერპლი რომ ყოფილიყო 4 ოქტომბერს. აი ასეთ შემთხვევაში ეს აქცია, ეს ღონისძიება რაღაცა მეტ ქულებს ჩაიწერდაო და მეტ რეზონანსს მიიღებდაო. ეს ქალბატონია, რომელიც სისხლზეა დაგეშილი და მსხვერპლზეა დაგეშილი. და აი ეს ქალი
სხვას რომ შერაცხავს გიჟად, ამ შემთხვევაში კობახიძეს და მას შეურაცხადად გამოაცხადა. გესმით რასთან გვაქვს საქმე? კი, კობახიძე შეიძლება ბევრ რამეში ვედავოთ, ბევრი რამე დაუწყუნოთ, ბევრი ნაბიჯი, ბევრი გადაწყვეტილება, ბევრი პოზიცია. ყველა შეიძლება ვედავოთ და რა თქმა უნდა, მათ შორის კობახიძესაც მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრია, რა თქმა უნდა შეიძლება ვედავოთ, მაგრამ როგორ შეიძლება კობახიძეს შეურაცხადი უწოდოს აი ამ ქალმა? თვითონ ვარ ვიცი შეურაცხადი არ არის, მაგრამ უბოროტესმა ქალმა, რომელიც სისხლს დაეძებს თავის სამშობლოში. ამიტომ ყირაზე დგას ყველაფერი. და თუ დროზე არ უშველეთ ამ საქმეებს და ამ საკითხებს, ეს ყირაზე ამობრუნებული დარჩება ყველაფერი და გიჟი გამოჩნდება ნორმალური გამოჩნდება გიჟი. კეთილი და პატრიოტი გამოჩნდება ქვეყნის მოღალატე. და ქვეყნის მოღალატე და გაიძვერა აღმოჩნდება პატრიოტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დიდი უბედურებაა. ამოყირავებული ცნობიერებით ცხოვრება მთელ ქვეყანაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის უზარმაზარი პრობლემა. ხო, ეს ასე ვთქვათ, რაც შეეხება ამ ფსიქიატრიის რენტგენს და ამ ჭრილში, ამ რაკურსით დანახული დღევანდელობა საქართველოში. ახლა ერთ სერიოზულ თემაზე მინდა გადავიდე. მე არ მიყვარს და არ ვთვლი სწორად, ვთქვათ, იგივე ჟურნალისტების ჩარევას სისხლის სამართლის საქმეებში, გამოძიების საქმეებში და ასეთ რთულ საკითხებში, სპეციფიკურ საკითხებში. იმიტომ რომ ჟურნალისტიკა ამ შემთხვევაში ყოველთვის დილეტანტურად გამოიყურება. ჟურნალისტიკა იმ სიღრმეებს ვერ ჩაწვდება, რაც უნდა გააკეთოს გამოძიებამ და რაც უნდა დაადგინოს და რის შესახებ განაჩენიც უნდა გამოიტანოს სასამართლომ. ამიტომ აქ ხელების პათური ვაგლახად დაუშვებლად მიმაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის ერთი საკითხი, რომელიც მე მგონი სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. ეს არის გახმაურებული მკვლელობა ჯანგველაძე და ეს გახმაურებული მკვლელობა, რომელიც ჩვენ ვიცით, როგორც დაქირავებული მკვლელობა ყოველ შემთხვევაში, ასეა ეს საქმე დღემდე მოტანილი. ახლა მინდა ადვოკატების ერთი წინადადება განახოთ, რომ ამ საქმეში და მოგასმენინოთ, რომ ამ საქმეში ალბათ კადრშიც ვნახავთ, ამ საქმეში არ არსებობს თურმე მტკიცებულებები. არ არსებობს არათუ მტკიცებულებები, როგორც ადვოკატები ამტკიცებენ, არამედ არ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვისაც კი. დასაბუთებული რაღაცნაირად გარკვეულ დონეზე ხომ უნდა იყოს, თუნდაც ვარაუდი, რომ შესაძლებელია ამ კაცის ან ამ ჯგუფის გაკეთებული ეს საქმე. აი ესეც კი არ არსებობს თურმე, როგორც ადვოკატები ამტკიცებენ. და მაინც ბრალი ემიტანილი პერსონებზე, რომელთა წინააღმდეგაც ასეთი სამხილები თურმე არ არსებობს. დიახ, აი ასეთი მდგომარეობა გვაქვს და ახლა მინდა მოგასმენინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ფრაგმენტი გაჩვენოთ, რომელიც გასულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მჯერა რომ არც იარაღი და არც ტელეფონი არ გადაგიგდიათ, როდესაც მიხვდებით, რომ დამკვეთებმა გაგწირეს, მჯერა ამ მტკიცებულებებს გამოაჩენ. ამ სიტყვებით დაასრულა 3 საათიანი დასკვნითი სიტყვა და რეზონანსულ საქმეზე მტკიცებულებების წარმოდგენა პროკურორმა. მიმართვის ადრესატი გელა უძილაურია, კილერი, რომელიც მკვლელობას აღიარებს და დამკვეთების არსებობას უარყოფს. უძილაურს მოსაფიქრებლად კიდევ 9 დღე აქვს, ან იტყვის, ვისი დავალებით მოკლა სოხუმელი ქურდისმა, ან დარჩენილი ცხოვრების ციხეში გატარებას დათანხმდება. აქ ერთი უზუსტობაა დაშვებული ჟურნალისტის მიერ, როდესაც კილერად არის გამოცხადებული ის კაცი, რომელმაც აღიარა დანაშაული. იმიტომ რომ მას არ უღიარებია, რომ ის კილერია. ის ამბობს, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ ამისთვის მას ჰქონდა რაღაც გარკვეული мотиваცია. ოღონდ ის არ არის დაქირავებული, ის არ არის კილერი. ამიტომ კილერად არ უნდა მოიხსენიოს ჟურნალისტმა, ვინაიდან ეს არც მას უღიარებია, ბრალდებულს და არც არავის დაუმტკიცებია მისთვის.
ახლა აქ თქვენ მოისმინეთ ეს პროკურორის სიტყვები იყო. ის მიმართავს კაცს, რომელმაც აღიარა დანაშაული, რომ შენ უნდა წარმოადგინო რაღაც სამხილი იმ პირების მისამართით, რომლებიც ამ საქმეში არიან გარეულნი. თუმცა სამხილების თვალსაზრისით არ ჩანს, რომ ისინი გარეული არიან ამ საქმეში. არა, შენ უნდა მოიტანო ეს, ეუბნებიან კაცს, რომელმაც აღიარა დანაშაული. ესე იგი, თუ მარტო აღიარებაზეა საქმე, აღიარება შეიძლება ნებისმიერი პირისგან ნებისმიერ რამეზე მოიპოვო. მაგრამ მარტო აღიარება საკმარისი არ არის. იმიტომ რომ აღიარება ვიცით ჩვენ ხანდახან რა ფორმებით ხდება ხოლმე, საერთოდ როგორ მოდის ეს ისტორიულად და ტრადიციულად. ამიტომ სხვა სამხილებია საჭირო და თუ პროკურატურა სხვა სამხილები არ გააჩნია, ასეთ შემთხვევაში ეს პოზიცია ძალიან სუსტად გამოიყურება. აი კიდევ ერთი სიუჟეტი ამ ამბიდან. თქვენი ტელეფონს და იარაღს არ მოიშორებდით. ეს არის ის მტკიცებულება, რომლითაც გახვალთ დამკვეთებზე. მათ მალავთ და როდესაც საბოლოოდ მიხვდებით, რომ დამკვეთებმა გაგწირეს გამოაჩენთ. ის არის მტკიცებულება გამოძიებისთვის, რომ ვამხილოთ მკვლელობის დამკვეთები. როცა თქვენ ჩვენება მიეცით, მეგონა გამბედაობა გეყოფოდათ და სიმართლეს იტყოდით. მე მგონი აქ რამდენადმე მაინც ჩანს ის, რომ ბრალდების მხარეს უჭირს. ბრალდების მხარეს არ აქვს სამხილი, არ აქვს მტკიცებულება და ამიტომ თითქოს იხვეწება, რომ რაღაცა მომეცით, დამეხმარეთ, თქვი, ეს ერთგვარი ბიძგია იქითკენ, რომ იქნებ შენ თუ იტყვი იმას, რის თქმასაც ჩვენ გთხოვთ, ამ კაცს, რომელმაც აღიარა დანაშაული მკვლელობისა. აი ამ კაცს ეუბნებიან, ასეთ შემთხვევაში შენ შეიძლება რაღაცა შეგიმსუბუქთესო, რაღაც ასეთი ინტონაციები ისმის ამ საქმეში და ეს ძალიან ცუდია და ძალიან საგანგაშოა. აი სულ მალე ერთ კვირაში 24 ოქტომბერს უნდა დადგეს განაჩენი. 24 ოქტომბერი 11 საათი ეს არის დრო, როდესაც საბოლოო სხდომა უნდა გაიმართოს რეზონანსული მკვლელობის საქმეზე და მოსამართლემ დღესვე გიორგი გელოშვილმა განმარტა, რომ განაჩენსაც სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს. 24 ოქტომბრამდე, როგორც ვთქვი, დარჩენილია ძალიან ცოტა დრო, ერთი კვირა. და ერთი კვირა ნუ საკმარისია იმისთვის, რომ რაც აქამდე არ ჩანდა და რაც აქამდე არა გაქვთ, აი ამ ბრალდებით თქვენ მიხვიდეთ თუნდაც დაკავებულ პიროვნებასთან. იქ ძმები მიქაძეებია, ერთი დაკავებულია, ერთი არა, მაგრამ ამათზე გასვლა შესაძლებელია ამ ერთი კვირის განმავლობაში. მე მგონი ძალიან რთულ ვითარებაშია ბრალდების მხარე და ამიტომ არ მინდა დავიჯერო, მაგრამ გარკვეული შიში მინდა გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია რატომღაც რაღაცა მოსაზრებით მით უმეტეს ამ არეულ სიტუაციაში, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმ ძრებში, რომელიც მოსალოდნელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 1000 მოტივი შეიძლება არსებობდეს, რომ ვიღაცას უნდა ჩამოკიდონ რაღაცა დანაშაული. ასეთი ხომ ერთმა არ ქნას, რომ ასეთი რამე იყოს. ეს ხომ არ არის ვიღაცას ნარკოტიკი ჩაუდეს, ვიღაცას იარაღი ჩაუდეს. ძიმე დანაშაულია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც სხვა არის. დაკვეთილი, შეკვეთილი მკვლელობა. ეს ისეთი დანაშაულია, რომ ამას ადამიანი მთელი ცხოვრება ვერ გამოისყიდის და ამიტომ აქ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს არავის და მით უმეტეს ამ თემით რაღაცა მოტივით, რაღაცა სპეკულირების უფლება არავის არ უნდა კონდეს. არ გვინდა ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება. მე მინდა გახსოვდეთ ერთი ძველი ცნობილი სენტენცია. სჯობს 10 დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი, ვიდრე დაისაჯოს ერთი უდანაშაული. ეს სხვა დროიდან მოდის, სხვა ეპოქებიდან მოდის, მაგრამ ახლა როდესაც დემოკრატიაზეა საუბარი, ახლა როდესაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, დასჯა ადამიანებისა, ან ადამიანისა, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, ასეთი შეცდომის დაშვება შეუძლებელია. მე ამით ვამთავრებ ჩემი ზოგადი ხედვით ვამთავრებ ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ მე მეტის არც უფლება მაქვს, არც
არც რამე ფაქტები და მასალები ვიცი და შემისწავლე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რა შთაბეჭდილებაც დარჩა ამ საქმიდან, აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ ასეთი რამ თუ სამართალდამცავ ორგანოებში ან მზადდება, ან არის რაღაცა ჩანაფიქრი, ეს დროულად აღკვეთოს და ყველას და ყველაფერს მიეზღოს ის, რასაც იმსახურებს და არავითარ შემთხვევაში უფრო ზედმეტი. დიახ, ეს ყველაფერი, რაც დღეს მინდოდა საქართველოს ნაწილში მეთქვა, ახლა მოდით საერთაშორისო ვითარებაზე ვთქვათ ორივე სიტყვა, ძალიან დაძაბულია საერთაშორისო ვითარება და სხვათა შორის მთელი ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ანარეკლია, გამოძახილია საერთაშორისო ვითარებისა. საერთაშორისო ვითარებაში რაც ხდება, ის არის იმპულსი, ის არის მამოძრავებელი იმისა, რაც მერე ხან დეფორმირებული სახით, ხან გაუკუღმართებული სახით, მაგრამ რაღაცნაირად იჩენს თავს საქართველოში. რა ხდება საერთაშორისო ვითარებაში? საერთაშორისო ვითარება ისე დაიძაბა ისევ. აი ტრამპის მოსვლის შემდეგ თითქოს ოდნავ შერბილდა სიტუაცია და უკრაინის ომის დამთავრება, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება და ასე შემდეგ, აი ესეთი თემები მუსირებდა, ასე ვთქვათ, მსოფლიო პრესაში, მაგრამ ახლა უკვე დაიძაბა ვითარება და ახლა ისევ იარაღი ჟღარუნი ისმის, ანუ დიდი გლობალური მესამე მსოფლიო ომის საშიშროება, რომლის წინაშეც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვიდექით, როგორც ჩანს, არცად არ წასულა და ეს საკითხი კვლავ რჩება და რჩება. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი, საიდანაც შეიძლება იმპულსი მსოფლიო ომისა და გლობალური კატასტროფისა მოდიოდეს და მოდის კიდეც, ეს არის უკრაინის ამბები და უკრაინაში ასეთი ვითარებაა, რომ უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება ვადაგასული და ყველანაირად გარყვნილი და გათახსირებული ზელენსკი ნაცვლად იმისა, რომ ეძებდეს გზებს ამ ვითარების შესაჩერებლად, ამ გამუდმებული ხოცვა ჟლეტვის შესაჩერებლად, ამის ნაცვლად დადის და იარაღს დაეძებს. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის ჩვენი დავალება შევასრულეთ. მოვამზადეთ სამხედრო საკითხები, ასევე ეკონომიკური. ყველა დეტალი, ყველაფერი აქ არის. ამერიკის პრეზიდენტთან ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გვეხმარება. ამას ნამდვილად შეუძლია ომის დასრულება და აჩქაროს. სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს მსგავსი გლობალური გავლენის მოხდენის უნარი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ საკითხში სხვები ჩვენ მხარეს იყვნენ. უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა, ახალი შეიარაღების, თვისებრივად განსხვავებული შეიარაღების გადაცემა არ არის ომის დამთავრების გარანტია. პირიქით, ეს არის ამ ომის უფრო დიდ ომში, გლობალურ ომში გადაზრდის წინაპირობა. სხვა შედეგი აქედან არ გამოვა, მაგრამ სამწუხაროდ ევროპასა და ამერიკაში ამ თემით სპეკულირებენ და ამ თემის გაგრძელებას გვთავაზობენ. ტრამპის დონეზეც კი, ჩვენ და სამწუხაროდ. მაგრამ ახლა ვნახოთ კიდევ ერთი სიუჟეტი, ვთქვათ, რას ითხოვს და რას ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. მადლობელი ვართ უკრაინის გვერდში დგომისთვის, მადლობა ერთობისთვის. უკრაინას არასოდეს სურდა ეს ომი, მას სურდა მშვიდობა, რომელიც ხანგრძლივია და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება. რუსეთს სურს, რომ მეტ გავლენას ბომბებით მოიპოვებს, ამიტომ გვჭირდება შეიარაღება, შორი მოქმედების რაკეტები, რათა გავანადგუროთ ის ეკონომიკურად და შევუტიოთ მის სამხედრო ინფრასტრუქტურას. შორი მოქმედების, შორი რადიუსის შეიარაღება, რაკეტები, მოგვეცით, რომ უფრო ღრმა ფაზაში გადავიყვანოთ ომი, რომელიც მძვინვარებს. აი, ასეთია ზელენსკის მიდგომა, ასეთია მისი სტრუქტურების მიდგომა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროსი და ეს არის უბედურება, რომელიც ახლოვდება თანდათანობით აი ამ უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების წყალობით. ახლა ვნახოთ რა რეაქციები მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაგალითად აი ტრამპის ერთი ნათქვამი უკრაინასთან დაკავშირებით.
Look, I'm very disappointed because Vladimir ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან მე და ვლადიმერ პუტინს მშვენიერი ურთიერთობა გქონდა. ალბათ დღემდე გვაქვს. არ ვიცი რატომ აგრძელებს ამ ომს. ეს ომი მისთვის სავალალოა. იგი ჩაერთო 4 წლიან ომში, რომელიც ერთ კვირაში უნდა მოიგო. მალე 4 წელი გავა ამ ომიდან. პუტინმა თითქმის 1,5 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა. რა თქმა უნდა, დაჭრილებისა და ხელფეხ დაკარგული ადამიანების ჩათვლით. საშინელი ომია. ყველაზე ცუდი რამ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარა. 8 ომი დავასრულე. დანაკარგის მხრივ ვფიქრობ, ინდოეთსა და პაკისტანსაც იგივე ემუქრებოდა. პუტინმა ომი უნდა დაასრულოს. 8 ომი თუ დაასრულე, ახლა მე-9 მსოფლიო ომს იწყებ. ახლა ისეთი იარაღის გადაცემაზეა ლაპარაკი, ტომოჰავკები რომ ქვია, რომ ეს არის რაღაცა უბედურება, კოშმარი, იმიტომ რომ ეს არის ბირთვული პოტენციალის მქონე შეიარაღება და რაკეტები. ამას თუ მიიღებს უკრაინის არმია და უკრაინის ხელისუფლება, მაშინ ომის დამთავრებაზე როგორ გამოდის აქ ლაპარაკი და რანაირ შედეგამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს. ეს წარმოუდგენელი რამ არის. როდესაც ტრამპი ამბობს, რომ პუტინს ერთ კვირაში უნდა დაემთავრებინა ეს ომი, უკრაინის ომზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი, მაგრამ როგორ უნდა დაემთავრებინა ერთ კვირაში ომი უკრაინაში, თუ კი უკრაინის ომში რუსეთის საწინააღმდეგო ჩაერთვებოდა მთელი დასავლეთი და მთელი ნატო. რანაირად შეიძლებოდა რუსეთს ერთ კვირაში დაემთავრებინა ომი ნატოსთან. ეს ხომ წარმოუდგენელია, ამიტომ სწორი არ არის ის, რასაც ტრამპი ლაპარაკობს. ის არის შეცდომაში შეგნებულად შეყვანის მცდელობა მთელი საზოგადოებისა. და ცუდია ეს არ არის სწორი. თუკი ამ კოლოსალურ დაფინანსებას მიიღებს უკრაინა, თუკი კოლოსალურ შეიარაღებას მიიღებს უკრაინა და ახლა ამ ურჩხულს, ამ რაკეტებსაც მიიღებს უკრაინა, ასეთ შემთხვევაში ომის დამთავრებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ლაპარაკი არის ომის განსაკუთრებულ ფაზაში და თვისებრივად სხვა ფაზაში გადაყვანაზე საუბარი და ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა. იგივე ტრამპი ვთქვათ ტომოჰავკებთან დაკავშირებით რას ამბობს. უკრაინაზე ვიმსჩელებთ. პარასკევს პრეზიდენტი ზელენსკი ჩამოვა და ვიცი, რასაც მეტყვის. მას სურს იარაღი, ტომაჰავკები. ტომაჰავკები ყველას უნდა და ჩვენის ბევრი გვაქვს. რა ნათქვამია ეს? ეს ხომ არის მინიშნება იმისა, რომ შესაძლებელია უკრაინამ ეს რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები, ტომაჰავკები მიიღოს. ამას ნიშნავს ხომ ეს ნათქვამი? ეს საკითხის დასმაა უკვე. საკითხის დასმა კი ნიშნავს რუსეთისთვის რაღაც მუქარის ტონით ლაპარაკს რუსეთთან და თუ ომების დამთავრებაზეა საუბარი, თუ ნობელის პრემიაზეა საუბარი მშვიდობის დარგში, რომელიც სხვათა შორის არ მისცეს ტრამპს და ალბათ სამართლიანადაც არ მისცეს, იმიტომ რომ არ ამგონია ტრამპი ფლად მშვიდობისთვის იღწოდეს. მას რომ მშვიდობის სურვილი ამოქმედებდეს, ის უკრაინის ომს აქამდე გააჩერებდა. ამისი რესურსი, ამისი პერსპექტივა არსებობდა, მაგრამ მან ეს არ გამოიყენა და ახლა უკვე გადავიდა ლაპარაკი იქითკენ, აი ტომოჰავკებს მისცემენ თუ არა უკრაინელებს და რა ვიცი, ფიქრობს ვინმე იმასთან დაკავშირებით რა შედეგები მოყვება ამას. ალბათ ფიქრობენ, ან თუ არ ფიქრობენ, უნდა ფიქრობდნენ, მაგრამ მერე შესაძლებელია გვიანი იყოს ყველაფერი. რას ლაპარაკობს პუტინი იმასთან дакავშირებით, რომ როდის დაიწყო ომი 2022-ში, თუ გაცილებით უფრო ადრე. Они сами начали войну в 2014 году, когда начали использовать танки и авиацию против мирного населения Донбасса. Вот тогда началась война, а мы делаем все для того, чтобы ее прекратить. აი ახლა, როდესაც ტომოჰავკების გადაცემაზეა საუბარი. აგერ თქვა ახლა პუტინმა, რომ 2014 წელს დაიწყო ეს ამბები, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა უკრაინაში. ეს სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში მომზადებული იყო დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაფინანსებული იყო იქიდან და მათ განახორციელეს ეს ყველაფერი. ანუ რაც მოყვა ყველაფერ ამას შედეგად, ის იყო დაგეგმილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და კოლექტიურ დასავლეთში. ეს ხომ დამალული არ არის, ეს ხომ ფაქტია რა. ხო და ახლა როდესაც უკრაინელებს, უკრაინის არმიას და უკრაინის ამ შლეგ ვითომ პრეზიდენტს თვითმარქვიას, რომ აძლევ ამ ტომოჰავკებს თუ კი მისცემ.
ეს რას ნიშნავს? შესაძლებელია ტომოჰავკები ანდო ისეთ უპასუხისმგებლო მთავრობას და არმიას, როგორც არის უკრაინის მთავრობა და უკრაინის არმია. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოდ მსჯელობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ლავროვი. Я думаю, что это результат прежде всего давления Европы на Вашингтон, и Вашингтон хочет показать, что он учитывает мнение своих союзников. Я не думаю, что мы уже имеем дело с принятым решением. Томагавки американцы далеко не всем поставляют. Из европейцев, если я не ошибаюсь, в Испанию и в Нидерланды. Остальным как-то остерегаются. И если они считают, что Украина это ответственная держава, которая будет ими ответственно пользоваться, то это будет для меня удивительно. Როგორ შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ უკრაინაში, უკრაინის დღევანდელ ხელმძღვანელობაში არის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც რამე პასუხისმგებლობა გააჩნია, ან საკუთარი ხალხის წინაშე, ან მსოფლიოს წინაშე. ასეთი რამ იქ სამთით რომ ეძებო, რა თქმა უნდა, ვერ იპოვი და ამ დროს შესაძლებელია ამ ადამიანებს მისცე ასეთი ძალის მქონე და ასეთი საშინელი იარაღი ეს წარმოუდგენელია. პუტინი კიდევ ერთხელ გვეტყვის იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგამდე შეიძლება მან მიიყვანოს ყველა ერთად, თუ კი რუსეთს ანგარიშს არ გაუწევენ და საიდან იწყება საერთოდ ეს ყველაფერი. В 2014 году произошел государственный переворот, кровавый и жестокий. Никто из этих гарантов пальцем не пошевелил, чтобы вернуть ситуацию в правовое поле. Вот с этого и начался конфликт. А потом пустили под откос и фактически публично отказались от исполнения Минских соглашений. Так кто виноват в той трагедии, которая происходит, напрочь игнорируя интересы России в сфере ее безопасности? Если кто-то считает, что можно так наплевательски относиться к народу нашей страны, то должен знать, что мы таких вещей, когда Россия безвольно смотрит на происходящие вокруг нее события и никак не реагирует, мы никогда допускать не будем. ნათქვამია ყველაფერი გასაგებად. ახლა მე იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ თქვათ, ჩემი შინაგანი განწყობით ვხედავ, რომ მთელ ამ ბატალიებში რუსეთი არის საბდებართალი და თავიდან ბოლომდე ყველაფერში ტყუის დასავლეთია. მარტო ამიტომ არ ვლაპარაკობ, ამ ჩემი განწყობილების გამო არ ვლაპარაკობ. ისე ზოგადადაც რომ დააკვირდე, მიდგომა, რომ რუსეთს დავამარცხებ. ჯერ არის ბრძოლის ველზე, უკრაინაში ბრძოლის ველზე დამარცხება რუსეთი. ან რუსეთს დავშლით და ამითი ხელმისაწვდომი გახდება მთელი მისი სიმდიდრეები ჩვენთვის და ასე შემდეგ. აი ეს ბრიყული მიდგომა. განა იმ თავითვე კრახისთვის და მარცხისთვის არ არის განწირული. რა თქმა უნდა განწირულია, მაგრამ მარტო ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ ამგვარ მიდგომებს, რომლის შესახებაც დასავლეთიდან, რომლის შესახებაც ახლა პუტინი ლაპარაკობდა, შედეგად მოყვება გლობალური კატასტროფა, დიდი უბედურება. სხვა შედეგის დადგომა წარმოუდგენელია. რუსეთი ხომ არ არის ერაყი, სადაც მიხვალდა პრეზიდენტ ჩამოახშობდა, ხალხს დააჩოქებდა, შენს ნებასურვილს მოახვევ თავზე. ეს ხომ არ არის ლიბია, ეს ხომ არ არის იუგოსლავია, რომელსაც აღვი პირისგან მიწისა დაშლი და გაანადგურებ და გააუბედურებ და მიწასთან გაასწორებ. ეს არის რუსეთი ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფო მსოფლიოში. და როდესაც მას მიადგები და მის დაჩოქებას დააპირებ, აბა რისთვის არსებობს ეს არსენალი? რისთვის იხარჯება ამდენი თანხები, ამდენი შრომა, ამდენი რესურსი, რისთვის იდება ამაში, თუ კი ის ამას არსად არ გამოიყენებს. სხვათა შორის, აი დღეს ამის შესახებაც მოვისმენთ, მაგრამ მანამდე მინდა პენტაგონის შეფის განცხადება მოგასმენინოთ. აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება.
ვხედავთ, რომ ევროპელი პარტნიორები სერიოზულად იღებენ ვალდებულებებს იმ შეთანხმების ფარგლებში, რომლითაც უკრაინისთვის ამერიკული შეერაღების შესყიდვა ხდება. რუსეთი ხედავს ნათელ სიგნალს იმისათვის, რომ მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. თუ მოკლე ვადაში ეს არ მოხდება, მშვიდობისკენ გზა არ გამოჩნდება და ომი არ დასრულდება, მაშინ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯები, რათა რუსეთს დაუწესდეს საფასური განგრძობადი აგრესიისთვის. არ არის ეს უპასუხისმგებლო განცხადება? არ არის ეს გაუთვალისწინებლობა არსებული რეალობის? ეს სასურველის გამოცხადება, თითქოს ეს არის რეალობა და ამ დროს რეალობა არის სხვაგვარი. იგივე კაცი რას როგორ აგრძელებს ამ თემას. ეს ნაბიჯი თუ უნდა გადავდგათ, ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტი მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე როგორც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ. ჩვენ სრულად ვიაზრებთ, რომ რუსული აგრესიის ყველაზე ეფექტური შეკავება არის უპირველეს ყოვლისა სასიკვდილო ბრძოლის უნარიანი ნატო ევროპის ხელმძღვანელობით. მეორე, ბრძოლის უნარიანია უკრაინული არმია, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია და შეუძლია შეაკავოს რუსეთი ნატოს საზღვრებთან. ბრძოლის უნარიანი ევროპა, ბრძოლის უნარიანი უკრაინა, გასაგებია ეს ყველაფერი კი ბატონო, მაგრამ ვის წინააღმდეგ იქ რა ბრძოლის უნარიანი არ არის ის სახელმწიფო, რომელსაც თქვენ ებრძვით და დახშობას უპირებთ რუსეთი. ეს არის მიდგომა, რომელიც რაღაცა ოცნების სფეროდან არის. კი, ასე ოცნებო მესმის, მაგრამ ხომ არ შეიძლება რეალობად შეასაღო მთელ მსოფლიოს შენი ოცნება. ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია, მაგრამ შესაძლებელია დაღუპოს მთელი კაცობრიობა. კიდევ ერთი ფაქტი. ეს ომი უნდა დასრულდეს, როგორც ეს მოხდა ახლო აღმოსავლეთში. პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, როგორ მიაღწიოს მშვიდობას. მხოლოდ მას აქვს ამის უნარი. ეს ომი პრეზიდენტ ტრამპის დროს არ დაწყებულა, თუმცა მისი პრეზიდენტობისას დასრულდება. მოდით დავამყაროთ მშვიდობა ძალის მეშვეობით. ძალიან სახიფათო ფრაზაა მშვიდობის დამყარება ძალის მეშვეობით. გააჩნია ვისთან გაქვს საქმე, გააჩნია რა ძალასთან გაქვს საქმე. კი, შესაძლებელია ასეთი რამ არსებობდეს, როდესაც ვიღაცას ჯიუტს და არამზადას აწყდები, რომელიც არ ისვენებს და არ მოისვენებს, მაშინ ის უნდა გააჩერო ძალით. მესმის, მაგრამ ვის უპირებთ გაჩერებას ძალით? რუსეთის გაჩერება ძალის მეშვეობით ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ეს ან ისრაელია, ან პალესტინაა, რომელიც ახლა ვითომ დააწყნარა ტრამპმა და ღმერთმა ქნას რომ დააწყნარა, მაგრამ როგორ შეხვდნენ მას თუნდაც იგივე კნესეთში, ისრაელში, სადაც რა თქმა უნდა სრული კარტ ბლანში ჰქონდა, მაგრამ მაინც. להוציא גם את חבר הכנסת כסיף, להוציא את חבר הכנסת כסיף מהאולם, להוציא אותו מיד. Sorry for that, Mr. President. ხედავთ როგორ დგას საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების ისეთი მოკავშირე როგორც არის ისრაელი მე მგონი მეორე არ არსებობს მსოფლიოში და აი ამ ისრაელის პარლამენტშიც კი აი ასეთი წინააღმდეგობა შეხვდა ტრამპს ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ტრამპს საკუთარ სახლშიც აქვს წინააღმდეგობა და ძალიან დიდი წინააღმდეგობა ეს შესაძლებელია მთელი ძალით ახლა არ ჩანს მაგრამ დროთა განმავლობაში იჩენს თავს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და სულ არ ვლაპარაკობ შორეულ პერსპექტივაზე. ეს შესაძლებელია ხვალ და ზეგ მოხდეს. ამიტომ ასეთი დაქადნება, რომ მხოლოდ ტრამპს შეუძლია ომის გაჩერება, თანაც როდესაც ლაპარაკია რუსეთის წინააღმდეგ ომზე და თანაც ძალის გამოყენებით, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ეს არის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია. ჩვენ დასამწუხაროდ, იმიტომ რომ აი როგორ არის გაგებული თუნდაც იგივე ტომოჰავკების მიწოდება უკრაინისათვის უკრაინაში. ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი უკრაინიდან. Боятся ли эти уроды томагавков? Конечно, да. Это очень мощные ракеты.
которые невероятно сложно сбивать. Стоят они 1 300 000, по-моему, 1 300 000 долларов. Невероятно, да, одна ракета, невероятно сложно сбивать их. Радиус поражения огромный, то есть 2600 там объектов военных только под ударом, а энергетические объекты, а все остальное. Ну, такой томагавки Кремля нет, условно. Вот всего Кремля. Один томагавк, всего Кремля нет. ეს რა თქმა უნდა ოცნებაა. ამათი ოცნებაა, ამ გარეწრების ოცნება, რომ აი ერთი ტამაჰავკი და მთელი კრემლი არ არის. ბიჭო, ასე მარტივი რომ იყოს ეს საქმე. ხომ აქამდე გადაწყვეტდნენ ამას ამერიკელების, ბრიტანელების, ფრანგების და სხვა ბირთვული სახელმწიფოები. თუ კი ეს ასე ადვილია, მაგრამ ასე რომ არ არის, შენ თუ არის სხვას მაინც კითხე, ან თუ იცი და ხალხს ატყუებ, რატომ ატყუებ ხარ, რატომ ცდილობ რომ მოატყუო? არავინ არ მოტყუდება, იმიტომ რომ რუსეთის წინააღმდეგ ტრამპი ახლა უკრაინელებს მისცემს ტამაჰავკებს და ამითი დამთავრდება ომი და გაისვრიან ერთ ტამაჰავკს და აღარ იქნება კრემლი. ეს აბსურდი. შესაძლებელია ჟურნალისტმა, აი მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალისტ მართალია ავყიამ და გარეწარმა, მაგრამ მაინც ჟურნალისტმა, რომელსაც ტრიბუნა აქვს. ასეთი რამ შესაძლებელია ან საკუთარ თავს აკადროს და ან პუბლიკას და აუდიტორიას აკადროს. რა ვიცი, მე მგონი ეს აბსოლუტური სისულელეა და მეტი არაფერი. ახლა თვითონ ამ ტამაჰავკების შესახებ რა სიტყვის ბატონი პუტინი. რას მოელის ის ამისგან, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს და შეუძლია თუ არა ტამაჰავკების გადაცემას რუსეთისთვის საზიანოდ გარდატეხის შეტანა процессе, რომელიც ახლა მიდის. Могут томагавки нанести нам ущерб? Могут. Но будем их сбивать, будем совершенствовать свою систему ПВО. Нанесет ли это ущерб нашим отношениям, в которых наметился какой-то свет в конце тоннеля? Конечно, нанесет. Ну а как же? Применять томагавки без прямого участия американских военнослужащих невозможно. Это будет означать абсолютно новый, качественно новый этап эскалации, в том числе в отношениях между Россией и Соединенными Штатами. ტომაჰავკების გადაცემა იმას ნიშნავს, რომ მას სპეციალისტებიც უნდა შეხვდნენ. ამერიკელი სპეციალისტები. ისე ამ იარაღს ვერავინ ვერ გამოიყენებს. უკრაინაში არ არიან ამის სპეციალისტები. და ეს რთული საკითხია. ეს არ არის რაღაცა ფილთა თოფი გამოკრავდა გაისვრი. და ამიტომ თუ კი ამერიკელები შევლენ უკრაინაში და იქიდან ამერიკულ ტომაჰავკებს გაუშვებენ რუსეთის მიმართულებით, ეს ხომ ომია. ეს ხომ გლობალური ომია ამერიკასა და რუსეთს შორის, ანუ ეს არის მესამე მსოფლიო ომი. ამაზეა საუბარი და ამიტომ ამისი ესეთ მარტივად შეხედვა ამ საკითხებისთვის არა თუ ტრამპს არ ეკადრება და პენტაგონის შეფს და ნატოს გენერალურ მდივანს არ ეკადრება, რიგით ადამიანსაც არ ეკადრება ასე წარმოდგენა საკითხისა მარტივად, როგორც ამას გორდონი გვეუბნებოდა წეღან. პუტინი იტყვის სხვათა შორის, თქვი წეღან ეს, აბა რისთვის მზადდება ეს ბირთვული არსენალი? რისთვის იხარჯება ამდენი რესურსი, ამდენი თანხა, ამდენი შრომა? რისთვის? თუ კი გამოყენების აუცილებლობის წინაშე დადგება რუსეთი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს. А зачем нам тогда ядерное оружие? Соединенные Штаты целенаправленно или не целенаправленно, я думаю, что целенаправленно, вернули во главу угла прежде всего военную составляющую НАТО, которые все вместе объявили о том, что собираются нанести нам стратегическое поражение. А как же мы не можем учитывать ядерные арсеналы Великобритании и Франции? ასე რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერ იქნება, ამიტომ ეს არის გზა არსაით. ეს არის ჩიხში შემავალი გზა, კატასტროფისკენ მიმავალი გზა. და რატომ უნდა იაროს ამ გზით მსოფლიომ, ეს მართლაც ძნელი გასაგებია. მაშინ როდესაც ალტერნატივა არსებობს. შვიდობის შენარჩუნება შესაძლებელია.
თანამშრომლობა შესაძლებელია, რაც მთელ მსოფლიოს ხალხებს გაცილებით მეტ ბედნიერებას და სიხარულს მოუტანს, გაცილებით მეტი პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას მისცემს და რაღა ამ გზით არ უნდა ვიაროთ და მაინც ტომაჰავკებისა და ბირთვული კატასტროფის გზით უნდა ვიაროთ, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. განა რუსეთმა არ იცის, განა პუტინმა არ იცის, ვინ ებრძვის მას უკრაინაში. მას უკრაინაში ებრძვის მთელი ნატო და ამის მერეც უსინდისოდ და უნამუსოდ აცხადებენ, რომ რუსეთი თურმე არის ქაღალდის ვეფხვი და ეს მაშინ, როდესაც რუსეთს არათუ ვერაფერი ვერ დააკლეს უკრაინაში, პირიქით უკრაინაში რუსეთი წინ მიიწევს და თავისი დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით მიდის. ეს მაშინ, როდესაც მთელი ნატო უპირისპირდება მას. აი პუტინის განცხადება ამასთან დაკავშირებით. Мы воюем, да? Мы производим военную технику. А с нами-то воюет очень много стран. Ну, все страны НАТО с нами воюют. Это же они сами это уже не скрывают. И причем, к сожалению, есть и инструкторы, так, и они принимают участие просто реально в боевых действиях, на самом деле, из западных стран. Поэтому, да, центр же создан специально в Европе, который, по сути, сопровождает все, что делает ВСУ. Информации подпитывает, разведданные из космоса передает, оружие поставляет, учит. И, повторяю, инструкторы принимают участие не только в подготовке, но и в выработке решения, а то и в их реализации. Поэтому, конечно, такой вызов для нас серьезный. Но российская армия, российское государство и российская оборонная промышленность быстро адаптировались к этому вызову. Я думаю, что на сегодняшний день российская армия является самой боеспособной армией. И по выучке личного состава, и по техническим возможностям, по умению их применять и модернизировать, и поставлять на линию фронта новые образцы вооружений. И по тактике даже ведения боевых действий. Но если мы воюем со всем блоком НАТО и так двигаемся, продвигаемся, уверенно себя чувствуем, и, значит, это бумажный тигр, что тогда сама НАТО? რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ შეკითხვაა, რომელსაც შეიძლება პასუხი გასცე. რაღაცა გაცილებით უფრო ნაკლები და უარესი ვიდრე ქაღალდის ვეფხვი, რასაც რა სიმბოლოდაც წარმოიდგინეს რუსეთი, რა ალეგორიას მიაწევეს მას, გაცილებით უფრო ნაკლები და გაცილებით უფრო სასაცილო მდგომარეობაში ყოფი გამოდის ნატო ამ შემთხვევაში შედეგების მიხედვით. სხვათა შორის დასავლეთის მიერ რეალობის იგნორირება ახალი არ არის. თუ არ ვცდები 1954 წლამდე თუ არ ვცდები არც აღიარებდნენ საბჭოთა კავშირს ამერიკელები. და შედეგები როგორი იყო, როგორ ვითარდებოდა საბჭოთა კავშირი, ეს ფაქტია. რით დასრულდა მეორე მსოფლიო ომი და კერძოდ საბჭოთა კავშირის და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ წარმოებული ომი, ესეც ვიცით და ესეც ფაქტია. სხვათა შორის პუტინის წარმომადგენელმა მედინსკიმ ამასინათ გაიხსენა ეს ფაქტი და ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ დასრულდა ის ომი, რომელსაც დიდი სამამულო ომი ერქვა. После революции гражданской войны в 2020 году, опять еще одна историческая справка, у нас не то что санкции, у нас была абсолютная дипломатическая и экономическая блокада Советской России со стороны всех. Всех. Вот. Ничего это не помешало нам выиграть Вторую мировую войну. რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა მან, ვისაც უნდა გაემარჯვა. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებიდან გამომდინარე. გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა, იმიტომ რომ ასე უნდა მომხდარიყო და სხვა გზა დასავლეთს უბრალოდ არ ჰქონდა. ახლა საერთოდ ახლა რაღაცა ისეთი გლობალური პროცესები მიდის
იმედია მესამე მსოფლიო ომამდე არ მივა ეს საკითხი. ისეთი გლობალური პროცესები მიდის, რომ ხდება მთელი დასავლეთიდან აღმოსავლეთით კონცენტრირება ძალებისა, ფინანსებისა, შესაძლებლობებისა, გაერთიანებებისა. ეს პროცესი შეუქცევადია. ამ პროცესს ზოგადად რომ თქვათ, ქვია ერთპოლუსიანი მსოფლიოდან მრავალპოლუსიანი მსოფლიოზე გადასვლა. ხშირად მიწევს ამ საკითხის წამოწევა, მაგრამ ეს არის რაც არის, ეს არის არსი. ამერიკული ჰეგემონია მთელ მსოფლიოში მთავრდება. დასავლური ჰეგემონია მსოფლიოზე მთავრდება და ყველაფერი გადადის აღმოსავლეთით. ანუ იქმნება სხვადასხვა პოლუსები, რომელთა ბაზაზეც, რომელთა ურთიერთობის ბაზაზეც ჩამოყალიბდება ახლა უკვე დანგრეული მსოფლიო წესრიგი და ახლა უკვე მიწასთან გასწორებული და ყველასგან უარყოფილი საერთაშორისო სამართალი. აი ეს პროცესი მიდის და სხვათა შორის ამასთან დაკავშირებითაც შესანიშნავად ისაუბრა პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კობიაკოვმა. Большая геополитическая игра, которую затеял Запад, входит в решающую фазу. Однако часть Запада, а конкретно Европа, можно уже смело сказать, от этой затеи проиграла. Она сегодня лишилась самостоятельности как в области финансов, энергетики, технологий, политического выбора, по сути, суверенитета. Азия окончательно забрала себе все функции Запада. Ближний Восток превратился в финансовый центр. Туда переезжают со своего острова богатые британцы. Производство все ушло в Китай, Вьетнам, переходит в Индию, в другие страны. Крупнейшими торговыми хабами на сегодня являются Шэньчжэнь, Сингапур, Гонконг, Дубай, Мумбаи. Технологии себе забрали китайцы и корейцы. В этой схеме лет через 5 Западная Европа вообще не нужна будет. Даже как рынок сбыта. ძალიან მტკიცედ არის ნათქვამი და ძალიან სერიოზული რამ არის ნათქვამი და გაცხადებული. ახლა შეუძლებელია ამისი არ დანახვა. შეუძლებელია ამისთვის ანგარიშის არ გაწევა. ეს წარმოუდგენელია. ამას დასავლეთი უნდა აკეთებდეს, მთელი მსოფლიო უნდა აკეთებდეს. შეუძლებელია ამ პროცესებზე თვალების დახუჭვა. სხვათა შორის მსოფლიო კი არა, ჩვენ რო ვართ პატარა სახელმწიფო, ქართველები. აი რისკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, აი რა პროცესებს უნდა ვადევნებდეთ თვალყურს, რაზე უნდა ვფიქრობდეთ და რაზე გათვლით უნდა ვაგებდეთ საქართველოს მომავალს. და არა იმ სიგიჟეებზე, ღობე ყორეს რომ ედებიან და ღობის გადანგრევაზე და დასავლეთის მიერ დაგეგმილ ამ სიბინძურეზე სახელმწიფო გადატრიალების და სხვა. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული სერიოზული პროცესებისკენ, სერიოზული პროცესების მიმართულებით, რომელიც მთელ მსოფლიოში მიდის და ვითარდება. სხვათა შორის დღეს 17 ოქტომბერს შეხვედრა არის დაგეგმილი, ეს ცოტა მოგვიანებით მოხდება დროში განსხვავების გამო, ზელენსკისა ტრამპთან. და სწორედ აქ უნდა გახმოვანდეს გადაწყვეტილება იქნება თუ არა მიღებული ამ ტომოჰავკების გადაცემის შესახებ და სხვა ბევრი რამ საინტერესო იქნება ალბათ ამ შეხვედრაზე. და ამას დაველოდებით უფრო დღეს გვიან ღამე ან ხვალ გავიგებთ ამ პროცესებს, მაგრამ თავარი არის რომ ეს საკითხები დგას დღის წესრიგში და რაღაცა გადაწყვეტას ელოდება მთელი მსოფლიო, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოს ეშინია იმ საშინელი რეალობისა, რასაც ქვია ჩიხში შესვლა და საბოლოოდ ჯამში მიღება დიდი მსოფლიო ომის. ამიტომ ტრამპმა როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის წინ და რაღაც სერიოზული გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა დალაპარაკებოდა პუტინს და ასეთი სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. მაგრამ ვიდრე ამ საუბართან დაკავშირებით ვიტყოდეთ რამეს, მინდა იმის შესახებაც გითხრათ, თუ რატომ ჩათვალა ტრამპმა საჭიროდ პუტინთან დათათბირება აი ამ შეხვედრის წინ, რაღაცა გარკვეული გადაწყვეტილების მიღების წინ. იმიტომ რომ რუსეთიდან ბევრი ისეთი სიგნალი წავიდა, რაც შეუძლებელია რომ გულში არ მოხვედროდა და შეუძლებელია რომ
არ გადაეხარშა ცნობიერებაში ტრამპს, რა შედეგი მოყვება. აი მაგალითად ერთი ასეთი განცხადება, რომელიც რუსეთიდან ისმოდა. Один из таких сценариев, например, в ответ на применение томагавков по целям в глубине территории России, может быть нанесен удар баллистической ракетой средней дальности «Орешник» в безъядерном варианте 6 боевых блоков по одной из, например, американских военных баз на территории той или иной страны, члена НАТО в Европе. შესაძლებელია ნატოს წევრ ქვეყანას ევროპაში, სადაც განთავსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები. წარმოიდგინეთ, თქვათ გერმანია. შესაძლებელია რომ გერმანიაში მოხდეს ის უბედურება, რასაც ქვია ამ მიმართულებით არეშნიკის გაგზავნა. ან სხვა შეიარაღების რუსეთს ბევრი აქვს შეიარაღება მოგეხსენებათ. ბევრი სახეობის და ბევრი დასახელების. ამიტომ ასეთი სიგნალების მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, ტრამპი იძულებული გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან გაემართა სატელეფონო საუბარი. რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განცხადა, რომ ომის დასრულების საკითხზე რუს კოლეგასთან სავარაუდოდ ორ კვირაში უნგრეთში ისაუბრებს. განცხადება გავრცელა ურბალნაც, რომელმაც განცხადა, რომ მშვიდობის სამიტისთვის უნგრეთი უკვე ემზადება. დანონსებულ მოლაპარაკებამდე დღეს ტრამპი ზელენსკის შტატებში შეხვდება. ის რომ მომავალი შეხვედრის ადგილის დასახელდა უახლოეს მომავალში რომ უნდა გაიმართოს და ის რომ ეს ადგილი არის უნგრეთი, რა თქმა უნდა ძალიან სიმბოლურია და ძალიან ბევრი მსმთქმელია. და მე მგონი სასიხარულოც არის, იმიტომ რომ ეს ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იქითკენ, რომ ტრამპი მაინც ალბათ გადაიხრება იმ მიმართულებით, რომ მსოფლიო ომის კატასტროფისკენ არ წავიდეთ. ალბათ ეს არის მოსალოდნელი და ამიტომ ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი ფაქტია, თავისთავად ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტია სატელეფონო საუბარიც, მომავალი შეხვედრის დათქმაც და ასე ვთქვათ თანამშრომლობისკენ კიდევ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. იმიტომ რომ რუსეთმა შესანიშნავად იცის საბოლოო ჯამში რა ამოძრავებს დასავლეთს და რისი გაგრძელებაა ეს ყველაფერი. თუ არ მაძლევს შესაძლებლობას ყველაფერზე ერთად ვისაუბრო, მაგრამ მართალია ტრამპი თითქოს უპირისპირდება deep states, ებრძვის მას, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ მძლავრობს deep state-ური მიდგომები. ამ ტომოჰავკების გადაცემა უკრაინული არმიისთვის და სხვა ბევრი რამ რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ გადაცემაში და ისიც რაც არ მოგვისმენია მეტყველებს იმაზე რომ დასავლეთის განზრახვა რომლის შესახებაც ახლა პუტინი გვეტყვის ჯერ კიდევ მოხსნილი არ არის დღის წესრიგიდან და ძალაში რჩება. Сам факт наличия России многим не нравится, и все хотят там как-то принять участие в этом историческом событии, нанесения нам стратегического поражения. И на этом поживиться. Там откусить, здесь откусить. Хочется сделать такой выразительный жест, но здесь дам очень много. Этого не будет. თვითონ ფაქტი რუსეთის არსებობისა მიუღებელია დასავლეთში აი იმ ძალებისთვის, რასაც მთლიანობაში აღებულს deep state და გლობალური ომის პარტია ქვია. და ყველას უნდა რომ რუსეთისგან რაღაცა მიიღოს, რაღაცა ნაჭერი შეხვდეს, ასე ვთქვათ, სუყე ნაჭერი და ეს არის მიზანი, რომელიც იმძალებს ამოძრავებს. ტრამპი საით დარჩება საბოლოოდ. ტრამპს დაიტოვებენ ისინი მძევლად თუ ტრამპი შეძლებს ის ძალები გააჩუმოს, ასე ვთქვათ და კუთხეში მიაყენოს. ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის. ამიტომ რა კი ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იქნება რუსეთის არა მარტო ეკონომიკური და სულიერი მდგომარეობა, არამედ როგორი იქნება რუსეთის მდგომარეობა შეიარაღების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მუშაობა არ გაჩერებულა პირიქით. მუშაობა უფრო გამძაფრდა, უფრო რიტმული გახდა და შესაძლებელია ახალი იარაღიც მალე გამოჩნდეს.
Все в этом отношении идет по плану. Я уже говорил об этом, и это не секрет. Новизна как бы наших средств ядерного сдерживания, она выше, чем у любого другого ядерного государства. И мы развиваем все это активно очень. Вот то, что я говорил в прежние времена, в прежние годы, это все развивается. Мы доводим до ума, и думаю, у нас будет возможность сообщить в ближайшее время о новом оружии, которое мы когда-то анонсировали. Оно появляется, проходит у нас испытания, они идут успешно. აი ასეთი გახლავთ რეალობა, რომელიც არის და რომლის გაუთვალისწინებლობა შეუძლებელია უბრალოდ. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდი სცენარი, რაც არის გლობალური ომი, იქნება დაძლეული. ამის იმედს მაძლევს თუნდაც ტრამპის ის განცხადებაც, მართალია მისი განცხადებები თანმიმდევრულობით არ გამოირჩევა. და მაინც საიმედო არ არის, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ერთი განაცხადოს, ხვალ მეორე, მაგრამ მაინც პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტომოჰავკებთან დაკავშირებით ტრამპის განცხადება რაღაცნაირად იმედის მომცემი იყო. რა თქმა უნდა, რას ფიქრობთ, რას მეტყოდა? თხოვდა რომ უკრაინისთვის ტომაჰავკები მიმეცა? სინამდვილეში კი უთხარი. პრობლემა ხო არ ექნებოდა მისი მოწინააღმდეგისთვის რამდენიმე ათასი ტომაჰავკი რომ მიმეცა. პირდაპირ ასე ვკითხე და მას ეს იდეა არ მოეწონა. ხანდახან ცოტა უნდა იხალისო, მაგრამ ფაქტია რომ მას ეს იდეა არ მოეწონა. ტომაჰავკი საშიში იარაღია და არავის სურს მისი სამიზნე გახდეს. ასეთი იყო მისი განცხადება, ცოტა იუმორნარევი, მაგრამ თუ კი სიტყვებს შორის შესაძლებელია იმ აზრის წაკითხვა, რომელიც გაცხადებულად არ იყო ნათქვამი, მე აქ დავინახე ის, რომ ტრამპი არ აპირებს ტომაჰავკების გადაცემას უკრაინისთვის. ეს მართლაც უდიდესი შეცდომა იქნებოდა, ეს იქნებოდა საბედისწერო შეცდომა, მაგრამ ნახოთ, დაველოდოთ რა იქნება დღეს 17 ოქტომბერს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, თუმცა გარკვეული იმედი მაქვს, რომ მაინც გონიერება უგუნურებას აჯობებს და დაჯაბნის. ყველაფერ ამ ქედან გამომდინარე ის შესახებაც მე დღეს ვისაუბრე თქვენ წინაშე, თუნდაც საქართველოში, თუნდაც სოფლიოში და საერთაშორისო არენაზე. მე მინდა ერთი დასკვნა გავაკეთო და იმის გათვალისწინებითაც რა სიუჟეტიც ვნახეთ ამ გადაცემის დასაწყისში. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი მოხდა. ამას როგორც გითხარით, აქვს გეოპოლიტიკური ახსნა ალბათ და ეს არის უმთავრესი და არა ის, ვთქვათ, კორუფცია, ღალატი, სახელმწიფო გადატრიალება და ასე შემდეგ. აი გეოპოლიტიკურ ცვლილებებს უნდა მოველოდეთ და ეს გეოპოლიტიკური ცვლილებები ჩვენთვის ძალიან ღრმა პოლიტიკური კატეგორიებით რო არ ვიაზროვნოთ, არის ერთი უმარტივესად გასაგები ცნებით ასახსნელი. ეს არის მართლმადიდებლობა. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მართლმადიდებლური კავშირებისაკენ. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იმ საფუძვლის გამტკიცებისაკენ, რასაც ჩვენთვის აქვს სუბსტანციური მნიშვნელობა და მე ვფიქრობ, რომ მაინც აქეთკენ წავალთ. ისეთი პირი უჩანს, რომ აქეთკენ წავალთ. ამ განცხადების გაკეთების საშუალებას მაძლევს თუნდაც გუშინდელი ფაქტი, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მივიწყებული ის, რასაც ქვია მართლმადიდებლობის გზა. არ არის მივიწყებული ის, რასაც ქვია ისტორიის მიერ გაკვალული გზა. ამიტომ ალბათ სწორედ აქ არის ყველაზე სწორი, აქ იქნება თუ კი იმ რიტუალს, რომელსაც მივმართავ ხოლმე ამ გადაცემის დასასრულს, შევასრულო. ეს არის სანთლისანთება და პირჯვრის გადაწერა. იმ იმედით, იმ სურვილით, რომ
მთელი საქართველო ამ გზას დაადგენ მართლმადიდებლობის გზას ისე როგორც ის ჩვენთვის ცნობილი ყრმა მიდის ამ ისვის რთულად გადასალახავ კიბეებზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით რომ მიაახლოს სალოცავს სიწმინდეს ეკლესიას ტაძარს რითაც ახლოს იქნება ღმერთთან სიყვარულთან ჭეშმარიტებასთან სიკეთესთან და სანთლებთან აი ამ სიჯიუტით აი ამ ენთუზიაზმით აი ამ მონდომებით უნდა ვიაროთ იმ გზაზე რასაც მართლმადიდებლობა ქვია მართლმადიდებელთა კავშირი აი თითქმის ყველაფერი ის რის თმაც დღეს თქვენ წინაშე მინდოდა ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები იმედი მაქვს რომ ამ კარებზე არავინ არ დააკაკუნებს გახსოვთ ეს ძველი რიტუალის ჩემი და არავინ ეტყვის რომ სპეციალური გამოშვება იგრძალა იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება და იმედი მაქვს რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება ნახვამდის